არტის კონდა პრინციპში ჩვენ თქვენ იყავით სტუდიაში და მე ვიქნები სტარტაპ კაფეში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. თქვენ უსმენთ ნოდარექვთი მიშულს, პატა ანდრიაძეს, გია სალაღაშვილს, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადაცემის პირველ წუთებშივეც აი ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკალური განწყობა შეგვიქმენით. გადმოვინდა სულ იცი რა გადმოვიდეთ თუ არა. მე ჩვენ გადავიდეთ იქ ცალკე. კი ბატონო. ან აუცილებლად უნდა ესტუმროთ ნამდვილად რეალურად. მე მგონი ეს ყველაფერს ჯობს სამში. კი ბატონო, მაშინ მოდი სტუმრები წარვადგინოთ. მირანდა მასხარაშვილი ფოტოგრაფი, მაგნო შავდია სიცილის ოსტატი, ხემილის და წარკეთილოთ ამ შემთხვევაში. გიორგი კოძიავი ბარმენი, რომელიც უგემრიელეს კოქტეილებს მოგვიმზადებს. ირაკლი ჩიქოვანი მხატვარი, უკვე დაიწყო მან თავისი შედევრის შექმნა. ირინე კახიძე ექვთიმიშვილი სტარტაპ კაფეს დამფუძნებელი და ნინო ფანცულაია სტარტაპ კაფეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზანებისთვის. ჩემთვის აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი დატვირთვა აქვს ეს ამ კაფეს. არ არის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი სივრცე, რომელიც ძალიან ბევრია და მრავლად არის ჩვენს ქალაქში, არამედ კონკრეტული კონცეპტუალური სივრცეა ერთგვარი. მოდით გვითხარით ჯერ საიდან გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი კაფე გაგეკეთებინათ, პრეზენტაციამ როგორ ჩაიარა, ისიც გვაინტერესებს და შემდეგ უკვე ბუნებრივია იმ დღეებზე ვისაუბროთ, რომელიც სხვადასხვა თემის მიხედვით არის განაწილებული. პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მთელი ჩვენი კოლექტივი რომ მოიწვიეთ და გვაქვს საშუალება რომ საზოგადოებას ვამცნოთ რომ გაიხსნა სტარტაპი და მოგახსენებთ რას ემსახურება ჩვენი კაფე. პირველ რიგში იდეა გაჩნდა იქიდან რომ როგორც მოგეხსენებათ, ქალაქში არის უამრავი ადგილი, სადაც შეიძლება ნახოთ არაჩვეულებრივი გამოფენები, მოусმინოთ ხარისხიან მუსიკას, მიირთვათ გემრიელი საკვები, მაგრამ ყველაფერი ეს ერთ სივრცეში რაღაც ძალიან საინტერესოა და საკმაოდ ისეთი მიმზიდველი იდეაა. ამიტომ ჩვენ თვითონ ხელოვანი ოჯახი ვართ, მე და ჩემი მეუღლე და გადავწყვიტეთ რაღაც ერთ სივრცეში მოგვემწყდია ყველაფერი ეს. ანუ იდეა წამოვიდა თქვენგან. დიახ. ფაქტიურად ჩვენი კაფე არის ხიდი ანუ საზოგადოებასა და ხელოვან ადამიანებს შორის. ეს ხელოვანი ადამიანები ასე ვარჩევთ მოკლედ, რომ უნდა იყვნენ აუცილებელი პირობა ახალგაზრდები, უცნობები, დამწყებები და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მათ, რომ საზოგადოებისთვის ისინი გახდნენ ცნობილები. ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგია და მათთვის შეიძლება ითქვას, რომ ახალი სახეების აღმოჩენა იქნება ერთ-ერთი სახელით ძალიან კარგად არის შერჩეული, ძალიან მიმიზი და მე თვითონ სახელმა, იმიტომ რომ ნამდვილად ეს ძალიან ბევრისთვის მუსიკოსი ექნება, უბრალოდ ხელოვანისთვის ნამდვილად სტარტი არის მის კარიერაში. შეიძლება აი მითხრათ, აი მე მისული კლიენტი და დამელოდება. გაჩნია რომელ დღეს მე მგონი თემატური დღეები გვაქვს, ხო? აი მაშინ ვიამბეთ. ნინოს ვკითხოთ, იმდენად დატვირთულია მთელი კვირა, რომ წარმოუდგენელია არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ ყოველ კვირას დაესწრო, იმიტომ რომ კვირის თითოეული დღე არის განსხვავებული თემატიკით, ხო? დიახ. აუცილებლად პირველ რიგში დავიწყოთ მოდით ორშაბათით, ბატონი მაგნო შავდია დღეს სტუმრად ყავს ჩვენთან ერთად. გახლავთ სიცილის ოსტატი და ჩვენთან კაფეშიც შესაბამისად ძალიან ორშაბათი რატომ აი ჩამს? შესაფერისი საღამო იქნება ჩვენთან თუ მორწანდები. ჩვენ სტუმარს ეცინება, იმიტომ რომ მისთვის ორშაბათი სულაც არ არის ძიმე დღე, როგორც არც ერთი დღე არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ბერსაკეთ დღეს სამშაბათია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ნაწილს იმისას, რასაც ორშაბათს იქ მისული ადამიანები გამოცდიან, დღეს ჩვენც გამოვცდით. კი ბატონო. მანამდე დანარჩენ დღეებზეც აუცილებლად. დანარჩენ დღეებზეც, რა თქმა უნდა, დანარჩენ დღეებში დატვირთული იქნება გამოფენით, ეს იქნება ხელობის ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მხატვრობა, ფერწერა, კინომეტრაჟები და ასე შემდეგ. პარალელურად მოეწყობა საღამოები, როგორც არის მაგალითად პოეზიის საღამოები, იქნება თეატრალური წარმოდგენები, რა თქმა უნდა, და აბსოლუტურად ხელობის ნებისმიერ სფეროს შევეხებით. ამის საშუალებას ჩვენ ვაძლევთ ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან თავიანთ გამოფენის არჩევანში, ესე ვთქვათ. არანაირად შეზღუდულები არ იქნებიან. პარასკევობით გვექნება აუცილებლად ბაიკერთა საღამოები. ექსტრიმ მოყვარულთათვის, რა თქმა უნდა. ასევე ცოცხალი მუსიკა იქნება პარასკევის, შაბათი, კვირა და პარალელურად კვირის სხვა დღეებშიც შეიძლება მოთავსდეს.
და დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებს ჩვენი მაყურებლებით, მომხმარებლებით. კითხვა გამიჩნდა, ბაიკერთა საღამო რას ნიშნავს? ბაიკერთა მოყვარელები შეიკრიბებიან ერთად ჩვენთან კავეში, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარ გამოცდილებებს, დაიბადება იდეებით, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მომავალში განვახორციელებთ. მუსიკაც ამ დღეს განსაკუთრებული კი, აუცილებლად. შეიძლება მუსიკაზე დავამატო ერთი რამ. ჩვენ ძალიან ხშირად გვიჩნდება ხოლმე სად მოусმინოთ, აი ხარისხიან მუსიკას, ისეთს, რომელიც მართლა აგავსებს რაღაც არჩეულებრივი განწყობით და მართლა რაღაც საუცხო რაღაც ემოციებს დაგვიტოვებს. მინდა გავახარო ჩვენი საზოგადოება და ვუთხრა რომ პაატ ანდრიაძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, ჩემი მეუღლე, გია სალაღიშვილი, ყოველ პარასკევი შაბათი კვირა დაგვატყობენ და გაგვანებიურებენ თავიანთი არაჩვეულებრივი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა. დანარჩენ დღეებში მუსიკა ფიგურირებს თუ არ ფიგურირებს? აუცილებლად ფიგურირებს, გქონდა სხვა შემსრულებლებით დიახ და ეს არ იქნება არ დავიციკლებით ერთ კონკრეტულ რომელიმე ანუ ან გიტარაზე ან იქნება ძალიან მრავალფეროვანი, იქნება ყოველთვის ცვალებადი და ბოდიში შემსრულებლები ან დამწყებითი როგორც აღნიშნა უკვე ჩვენ მას აუცილებლად ჩვენიერია. მე მგონი არაჩვეულებრივი შანსი ეძლევა ჩვენს მუსიკოსებს, რომ მოვიდნენ და თქვენთან შეასრულონ. ახლა გითხარით თვითონ პრეზენტაციამ როგორ ჩაიარა, მე ვიცი რომ დამზადდა თან ერთგვარი კლიპი, შეიძლება ითქვას, რომლის ავტორიც არის მირანდა, ხო? მოდი მოგვიყევი როგორი გარემოში დაგვხდა შენ როგორც ფოტოგრაფისტვის, რამდენად საინტერესო იყო იმ სივრცეში მუშაობა. ვიდეო გადაღება და ვიდეო მონტაჟი იყო ჩემთვის სტარტი. სიახლე იყო და ძალიან სასიამოვნო. ჩვენთვისაც რაღაცა სიმბოლურია პრინციპი. სიმბოლურია და თანაც ძალიან საინტერესო იყო შემოქმედებითი ჯგუფთან მუშაობა, სახალისო იყო, თბილი პოზიტიური გარემო და ნაბიჯ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. მირანდა იმუშავებს სისტემატიურად ამ კაფეში. აუცილებლად. და ფირზე აღბეჭდავს ალბათ სტუმრებს, ხო? ამის მაგალითი გუშინდელი დღე, ანუ რადგან სტარტაპი ორშაბათიდან დავიწყეთ ძალიან დიდი პოზიტივით, ფატიმა მაგნომ დაგვდო პატივი და ესეთი საოცარი დღე გვაჩუქა. პირველივე კადრები, პირველივე ვიდეო კოლაჟი აღბეჭდა მირანდამ და ესე გაგრძელდა. ყოველთვის გამოფენაც მოეწყოს იმ სტუმრებისა, ვიდეო არტები იქნება აუცილებლად. სულ იქნება. ბატონო მაგნო. აბა გაგოცნო. რასაკვირვად ორშაბათს დღეს როგორ უნდა მოხიბლოთ თქვენ საზოგადოებას? წარმოიდგინეთ როგორი სტუმრები მოვლენ ალბათ საღამოს. მოხიბლე. ნებავთ განიცადოთ მობრძანდით შემდეგ ორშაბათს კიდევ, იმიტომ რომ შემდეგ ორშაბათს მე აღარ ვიქნები თბილისში, მივდივარ, მაგრამ შემდეგ ორშაბათს კიდე გვექნება სიხარული მეც და თქვენს, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ეს პოზიტივი. სიცილის დღე მოწყენილთათვის პირობითად შეგვიძლია ასე დავარქვათ ამ ორშაბათ დღეს. მე ვფიქრობ არა მარტო მოწყენილთათვის, იმიტომ რომ ყველას გჭირდება სიცილი, არასდროს არ არის ზედმეტი. მე მგონი რა დოზითაც არ უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში. მართალი დანდებით. კი, გოცრავთ. მირანდამ აღმოაჩინა გუშინ ამონტაჟებდა კადრებს და ისეთი ბედნიერი სახე. გითხარი მირანდა. მონტაჟის დროს აღმოვაჩინე, რომ აი ეს არის ერთგვარი გაზიარება სიხარულის პოზიტივის და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს ერთგვარი კომპლექსი სიხარულის და სიცილის დროს, იმიტომ რომ ესეთი ჟესტიკულაციით თავისუფლები არ ვარ. და ეს არის ერთგვარი კომპლექსების მოხსნა, გახსნა. შემდეგ არის ერთმანეთის მიმართ, ანუ შეგვიძლია გავიზიაროთ სიხარული. თან გადამდებია სიცილის, ბედნიერებას და სიხარულიც. ბატონო მაგ მოიცით რა მაინტერესებს? პატარ-პატარა სკეჩები მიდის თუ ინტერაქტივი არის მაყურებელთან თქვენ შორის, ანუ შეგიძლიათ გაკვეთილი ჩაგვითაროთ, ძალიან მაინტერესებს ორშაბათი დღე განსაკუთრებით, იმიტომ რომ კი ბატონო, მე შემიძლია პირდაპირ ახლა თუ ბარმენს თხოვ და გაგვიმზადებს კოქტეილს, იგივე მაშინვე განვახორციელების რაც მოხდა იქ, ესე იგი რა იყო დაუშვათ თქვენ შეუკვეთეთ, დაუშვათ ყავა, ან რაიმე დასალევი, ხო? ეს ყავა ღირს 3 ლარი. დიახ. ერთი გახტეინებთ ნახევარს, გუში რაც იყო, ესე იგი იხდით ფაქტიურად ლარ ნახევარს და დანარჩენ ლარ ნახევარს თქვენ იხდით ერთწუთიანი სიცილით. ერთი წუთით მე მინდა ვთხოვო გიორგი, შეგიძლია რაიმე კოქტეილი მოგვიმზადო? ამ შემთხვევაში კოქტეილი შევუკვეთავთ და არა ყავას. ყავა უკვე დავლიეთ სალონ გადაცემა დაიწყო. მაშინ კოქტეილი რა ღირს მოაყოლეთ? რა ღირს კოქტეილი? საშუალო ფასი რაიმე 12 ლარი სტარტაპი. 12 ლარი სტარტაპი. საფირო. საფირმო კოქტეილი გვერდება, კარგი. ანუ რას ვაკეთებთ ახლა? 12 ლარი რადგან ღირს? დავანახევროთ. გავანახევროთ 6 ლარი და რადგან ყველაფერი რაც უკვე 4 ლარზე მეტი ღირს, უკვე გიწევთ 2 წუთიანი სიცილი. ვიწყებთ? ვიცინით? კი.
ვიწყებ და ვიცინით. ვინმე არ გვეხმარება სიცილის დაწყებაში. მე დაგეხმარებთ, მაგრამ როგორ ეხლავე დავიწყოთ თუ კოქტეილს როგორ გაკეთებთ? დიდი დრო უნდა კოქტეილის მომზადებას. ამიტომ გუნებავთ უკვე გადაიხადეთ სიცილით. გადავიხადოთ სიცილით. კი ბატონო, დავიწყოთ სიცილით. და ტერმინალით ვიხდით თუ ქეში თან. საათი აკოჭორია ორი საათის განმავლობაში, რამდენიმე შეუძლია ორი საათის განმავლობაში რო იცინო. არა, ჭრის და მოქმედად. კოქტეილიც უფრო გემრიელი იქნება მეცხრე. მე მგონი ბატონი მაგარი უნდა დავტოვოთ ჩვენ 2 საათის განმავლობაში სულ ჩვენთან ერთად გათვალისწინებთ რომ სიცილის დროს კალორიებიც იწვება პრინციპში ანგარიშის მოწყობისას მოინელებთ იმას რაც მიირთვით სტარტაპში ყოფნის. გარდა ამისა ჩვენთან სტუდიაში როგორ გინდა ახლა სერიოზულად ირაკლი ჩიქოვანი არის რომელიც უკვე გავაცანეთ ჩვენს ტელემაყურებელს მხატვარი შეიძლება ითქვას რომ ესე ცალკე კუთხე გექნება შენი სადაც შექმნი თქვა ჩვენს ნამუშევრებს თუ როგორ იქნება შენი თანამონაწილეობა ამ კაფეში გვაინტერესებს ჩართულია კი ბატონო დიახ ამჟამად 4 მხატვრის გამოფენა მიმდინარეობს სტარტაპ 5 მხატვრის სტარტაპ კაფეში და რა ვიცი იქ ძალიან კარგი გარემოა ზოგადად ხელოვანი ხალხისთვის მხატვრებისთვის განსაკუთრებით იმიტომ რომ შეგიძლია მიხვიდე უბრალოდ ყუდრო გარემოში მიიტანო შენი ინვენტარი ზოგი რამ იქაც არის და დააჭდე და იმუშაო რაღაცები შეიძლება რომ პორტრეტები დახატო სტუმრების ვინც რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება იქ შეზღუდული არ ახარ არაფრით ძალიან ისეთი გარემო სრული თავისუფლება დიახ კი ამ თლიანად მორგებული სტუმრებს ინტერესებს იმდენ სიამოვნებას იღებ რომ აი მე მაინტერესებს მარტო ფერებში ანუ ზეთის ფერებში მუშაობ საღებავებში თუ არის იქ რა ქვია ფანქრითაც არ ყველაფრით შეგიძლიათ რა ვიცი აბა და მთელი საღამოს განმავლობაში თქვენ მუშაობთ ხო ნუ ერთი შეკითხვა მაქვს აი ელენა მაგალითად ბავშვობაში ხატავდა აქტიურად შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში დაანება თავი აღარ მიბრუნებია შეიძლება მას თუ გაუჩნდება სურვილი რომ რაიმე შექმნას მშვენიერ საღამოს ატარებს და თან რაიმე შექმნას ეკნება ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა ჩვენი სტარტაპ კაფე დღის განმავლობაში არის ფაქტიურად შოურუმი სახელოსნო სადაც ნებისმიერ არა მარტო მხატვარს თქვენ შეგიძლიათ მოგწანდეთ შექმნათ თქვენი ნამუშევრები არა მარტო მხატვარს არამედ ხელოვნების ნებისმიერ სფერო რომ ვინც კი ჩვენს კაფეში მოთავსდება მთელი დღეების განმავლობაში ხდება კი სულ ესე დღის საათებში მოგწანდეს მინანქარზე მუშაობს თუ მოთავსებექცია მინანქარი შეუძლია თავისუფლად გააკეთოს ნებისმიერ წერალია დაწეროს ნებისმიერ ხელოვნების სფერო ვინც მოთავსდება ჩვენთან და ეყოფა ჩვენი სივრცე ყოველთვის მასის ღია ჩვენი ერთი რაც უნდა კოქტეილი გამზადდა ამასობაში და არ ძალიან ეგზოტიკური ფერები ჩვენ სტუმარს რა გაგვიკეთა ალბათ რაღაცა ინგრედიენტები არის რომელიც არის საიდუმლო მაგრამ რაც შეგვიძლია რო გვითხრა აგვიხსენი რა კოქტეილია საფუძვლად ხდება ფერები გითხარი ისეთივე გემრიელია თუ არა როგორი ლამაზიც არის აბა რა გემრიელია ანუ ამ კოქტეილის ეხლა მოვიგონეს ეს კოქტეილი სპეციალურად სტარტაპისთვის. ნუ არის რაღაც ისეთი ინგრედიენტი, რაც არ შეიძლება რომ ვთქვათ, მაგრამ ძირითადად მზადდება რომისგან და ლურჯი ლიქიორისგან. ეს კოქტეილი მივხვდით ძალიან უხდება ზაფხულს. კი, რა თქმა უნდა. წამოვიდე მაკო მოდი ჩვენს გაგვაცილებლად მე მაინტერესებს სამზარეულო იქნება ევროპული თუ ტრადიციული ქართული სამზარეულო მიუხედავად იმისა რომ აქ მთავარი მაინც მუსიკა და ხელოვნება ზოგადად კაფეში რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია მენიუ რა თქმა უნდა სამზარეულოც არის განსხვავებული ანუ
ყველაფერში გვაქვს ცოტა არტი ჩაქსოვილი, ასე ვთქვათ. აი მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითისთვის თუ გნებავთ თქვენ სტეიკი შეუკვეთოთ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი სტეიკი. თქვენ პალიტრით მოგივათ ეს სტეიკი, სადაც თავისი соуსები, ასე ვთქვათ, იქნება შესაბამისი ფერებით და ასე აი ეს რთული ახლა ყვებით და დარწმუნებული ვარ ჩვენს ტელემაყურებელსაც გაუჩნდა სურვილი რომ ეწვიოს. მოდი ზუსტი მისამართი უთხარით. ეს არის ქიაჩელის ნომერი 28. ქიაჩელის 28. დიახ. და ყოველთვის ერთხელ ნანახის ჯობს 100 ჯერ გაგვანილ შესაბამისად დარწმუნებული ვარ ურჩევნია ჩვენ მაყურებელს რომ თვითონ მივიდეს მოისმინოს ეს ყველაფერი. არაჩვეულებრივი განწყობა და არაჩვეულებრივი კვირა. მე მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, ნამდვილად არაჩვეულებრივი გარემო შეგვიქმნით. დიდი მადლობა იმისთვის რომ ცოტა ხნით სტარტაპი ჩვენ სტუდიაში გადმოიტანეთ. მადლობა თქვენ რომ მოგვიწყდა ამის საშუალება. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის დრო, რეკლამაზე მინდა რომ სიცილით გავიდეთ. შეიძლება მით უმეტეს უკვე მოგვიტანეს კონტენტი. კი ბატონო, დავიწყოთ. რეკლამის შემდეგ დავიწყოთ.